ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ. ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულთაგან განცხადებას, ნათლისღებას უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღესასწაული მინდა დავიწყო პირველ რიგში მათთვის, ვინც ფიქრობს, რის შესახებ არის ეს დღესასწაული, გავმეორდები და ვიტყვი. ეს დღესასწაული არ არის წყლის შესახებ. ეს დღესასწაული არ არის ნათლობის შესახებ. ეს დღესასწაული არის ქრისტეს შესახებ. თუკი ჩვენ წინ რამე ჩაგვეღობება, თუნდაც კეთილი იყოს ის თავისთავად ქრისტესთან მისასვლელად და შესახვედრად, თუ დღევანდელ დღესასწაულში ჩვენ ის ვერ დავინახეთ, რომ ქრისტემ რა გააკეთა, უბრალოდ მას არ ჭირდებოდა არაფერი მსგავსი რა, მას ნათლისღება არ ჭირდებოდა. როგორ დაიმდაბლა ღმერთმა თავი იმისთვის, რომ ჩვენ ცოდვაში ჩაძირული კაცობრიობა გამოეხსნა და სიხარული აქვე ამ დედამიწაზე მოენიჭებინა და შემდეგ კიდე მარადიულ სასუფეველში ცხონება მოემადლებინა ჩვენთვის, აი ეს არის თავარი მიზეზი დღევანდელი თავისთავად დღესასწაულის. და რომ ეს ასია და სხვანაირად არ არის, წყალმა დაგვიდასტურა. ბუნებრივად მიედინებოდა იორდანე მანამდე. ბუნებრივად მიდიოდა როგორც მიდიოდა, მაგრამ მაცხოვარი რო შევიდა წყალში, რა მოხდა? იორდანემ შეცვალა საკუთარი ბუნება წყალმა და დაღმა დაიწყო სიარული. ანუ რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ ეს გესმის ყურში უდათქვა, დედა, ვინ ჩავიდა ესეთი წყალში? განა იორდანის წყალია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, არამედ ვინც მასში ჩავიდა, იმიტომ რომ ის რო ჩავიდა იორდანემ საერთოდ დაკარგა მისი, ანუ ესე რო თქვა, ბუნებრივი სახე დაკარგა. ანუ ის იქცა იმან იგზნო ის, რომ მისი შემოქმედი, ანუ იორდანის წყლის შემოქმედი შემოვიდა, ჩამოვიდა იმაში, რა ქვია, მასში შევიდა და მან მთლიანად დაიბნა. ესე რო თქვა, რო შეძლებოდა ადამიანი, ანუ იოანე ნათლისმცემელიც ხო დაიბნა. რას ეუნება? მეო შენთან უნდა მოვდიოდე და შენ ჩემთან მოდიხარო ნათლისღებათო? ანუ მთელ ნათლისღების დროს მთელი სამყარო დაიბნა. ეს რა ხდება? ანუ ღმერთი, განკაცებული ღმერთი შედის წყალში, დაღმა მიდის, ნათლისმცემელი დგას და გაოცებულია ღმერთის საოცარი სიმდაბლით. და დღევანდელ დღეს აი ეს ზეიმი არის ზუსტად, რომ უფალი ჩვენი ვისიც გვწამს, ყველა თელა მიზეზ შედეგობრივ სამყაროზე, რომელშიც ჩვენ თითქოს გონია დახუთულები და ჩაკეტილები ვართ, მოამწყურიეს კაცობრიობა აი ამ, ესე რომ თქვა, ჩაკეტილ სივრცეში და ადამიანებს კარნახობენ კანონებს, ადამიანებს კარნახობენ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის ტყუილი და რა არის მართალი, ისევ ადამიანების შკუით მოგონილი კანონებით დღევანდელ დღეს სიხარულია, რისი სიხარულია, რომ აი ამ კანონებზე მაღლა მდგარი მოვიდა ჩვენთან. ანუ ქრისტე არის ის, ვინც აი ამ სამყაროზე, ამ მთელ ქმნილ სამყაროზე მაღლა დგას და ჩვენ მისი გვწამს. და თუ დღეს ამისკენ არ არის ჩვენი გადადგმული ნაბიჯი, თუ დღეს ჩვენი იმედები, მთელი შინაგანი იმედები ქრისტეზე დამყარებული არ არის, დღეს როგორი ლოცვა იქნა წაკითხული? თუ ყველამ აი გულდასმით მოისმინეთ უბრალოდ და თქვენი გული გამოეხმაურა იმ საოცარ ლოცვის ტექსტს, რომელიც დღეს წავიკითხეთ, როგორი ტექსტი იყო? მთელი ბუნება, მთელი ქმნადი ის როგორ ადიდებს ღმერთს და ვითომ შენ რჩები, აი ეგ ერთადერთი რჩები და შენში ვერ არის ეს დიდება? ნეტა ჩვენში რა ხდება? ჩვენში არის ეს დიდება. აი ეს არის დღევანდელი დღე არის ძიება საკუთარ თავში, რომ ღმერთო, ჩვენ მოკლედ გადიდებ თუ არა შენ. დღეს სინათლისა და სიწმინდის დღესასწაული არის. სამყარო, რომელიც აი ადამიანის რას ვეძებ ჩვენ, ჭეშმარიტებას ვეძებ.
სიმართლეს ვეძებთ. განა ადამიანი ამის მოწყურებული არ არის. განა ყველა თქვენთაგანი ახლა ვინც ვიცით დღევანდელ პროცესებში, რომელიც სამყაროშია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რომელიც თქვენს გარშემო ხდება ოჯახებში და ყველაზე მთავარი შიგნით ხდება ჩვენში, განა ყველა სიმართლეს არ ვეძებთ. ვინმე არის ისეთი იტყვის, არა მე ტყუილში მინდა ყოფნა, არა, ყველა ადამიანი სიმართლეს ეძებს. დღეს არის იმ საოცარი სიმართლის და სინათლის დღესასწაული, რომელსაც ვერ დაჩრდილავს ვერანაირი ადამიანური აზრი. დღეს არის ზეიმი იმისი, რასაც ვერავინ დაუდგება წინ. დღეს ღმერთი, ღმერთთან ერთად ზეიმობს ადამიანი. იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა დედამიწაზე, რომ ადამიანი აეყვანა ზეცაში. დღეს ადამიანის გული ზეიმობს ცათა სასუფეველის მდგომარეობას და განწყობას საკუთარ გულში. და მე მინდა გითხრათ, რომ ამან მიიყვანა იორდანესთან ყველა ხალხი. იოანე ნათლისმცემელთან ეს ხალხი რატომ მოგროვდა? ყველანი მოგროვდნენ იოანე ნათლისმცემელთან, რომ რაღაცა ჭეშმარიტება ესმოდათ. და ყველანი მოგროვდნენ ნათლისმცემელთან და უსმენენ რა არის გასაკეთებელი, რა უნდა გავაკეთოთ და ნათლისმცემელი, როგორც მე ბევრჯერ მithქვამს, ერთ რამეს ეუნება. რას ეუნება, აბა? შეინანეთ და შეიცვალეთ. იქვე დგანან ფარისევლები და სადუკევლები, რომელიც უყურებენ და ხვდებიან რას? აბა ნახეთ იოანე ნათლისმცემელი რა პიროვნება არის. ვერაფერს უნახავენ ისეც, ნახეთ, გულისწყრომით ივსებიან, რომ ამდენი ხალხი მასთან მიდის და მათთან აღარ მიდიან. ადამიანები, რომელიც საკუთარი სჯულით და კანონით ყავდათ შეკრული, მათთან აღარ მიდის და ნათლისმცემლისაგან ესმის ჭეშმარიტი სიტყვა, თავისუფალი სიტყვა, შეინანეთ, შეცვლა ისმის მათში. სჯული, რომლითაც ადამიანები იყვნენ დაკავებულები, ფარისევლები, სადუკევლები, რომელიც ერს კარნახობდნენ, როგორ ეცხოვრათ, ეს იყო უბრალოდ რა, იცი, წესები, რომლითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ღმერთთან შეხვედრის საშუალება იყო ეს. და რას ეუნება ნათლისმცემელი, რომ მოვიდა თქვენ რელიგიურ იმებში, ჩაიძირებით, დღეს მაგალითად არ მინდა, მე იცით ყოველთვის ყველა ადამიანის, ისე იგი, გადაწყვეტილებას, ყველა ადამიანის შინაგან მდგომარეობას პატივს ვცემ და პატივი უნდა ვცეთ ყველა, მაგრამ დღეს ადამიანი, რომელიც უბრალოდ წყლის წასაღებად მოვიდა, უბრალოდ ნათლობისთვის, იმისთვის, დღევანდელ დღეს რაღაცა მხოლოდ ამისთვის მოვიდა, ღმერთმა შეიწიროს მისი ეს მცირეთაგანი მსხვერპლიც კი, რომელიც მან გაიღო, მაგრამ ის ვერ მიხვდა მთავარს. ეს ვერ მიხვდა, რაც შეიძლება მთავარს, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები ნათლისმცემლის გვერდზე იდგნენ, ესე და იძახდნენ, რომ ესენი, რას იძახის ეს? რას ლაპარაკობს ეს? და ნახეთ როგორ არის ის ვინც ნათლისმცემელს ვერ გაუგებს, ის ქრისტეს ვერ მიიღებს. წინამორბედი ამიტომ ქვია. წინამორბედი ნიშნავს რაღაცას წინ და წინ გვაუწყებს ჩვენ, რომ მოდის ვიღაცა ისეთი, რომელიც რას იძახის. მე არა ვარ ღირსი, რომ მისი საერთოდ სანდლის ზონარებიც კი გავხსნავ. ისეთი მოდის, ის მე გნათლავ თქვენ წყლით. ეს არის განსაწმენდელი, სინანულის ნათლობა, მაგრამ აგერ მოდის ის, ვინც მოგნათლავთ უკვე სული წმინდითა და ცეცხლით. ამაზე ქვემოთ გეტყვით კიდე რა არის სული წმინდითა და ცეცხლით ნათლობა ადამიანისა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. დღევანდელ დღეს როგორ რაღაცა არის, იცით, რომ მიხვდეთ. გაიხსენეთ, როდესაც ოთახში შევდივართ ხოლმე, შუქს რო ავანთებთ. თუ კი ამ შუქს ზურგით მოუტრიალდებით, კედელზე რა ჩანს, რას ხედავთ? საკუთარ ჩდილს, სიბნელეს და აჩრდილს. მაგრამ თუ კი შენ მობრუნდები, საკმარისია მოუბრუნდე სინათლეს. ჩდილი დარჩა თუ არა უკან, სიბნელე დარჩა თუ არა უკან, დარჩა. მაგრამ შენ რას ხედავ? სინათლეს. ეს შემოbrunების დღე არის დღეს. განათლების დღე არის დღეს. დღეს ქრისტესკენ შემოbrunების დღე არის და ქრისტეს სიმართლის მიღების დღე არის. დღეს ყველა კანონზომიერებაზე მაღლა დაყენების დღე არის ქრისტეს მცნებებისა და თუ ჩვენ ეს არ გავიაზრეთ და არ შევძელით, ეს ადამიანში ეს სინათლე არ შემოაშუქებს. მაგრამ
თუკი ამ სინათლე შემოაშუქა კიდეც ადამიანში ერთ რამეს ვხედავთ ჩვენ და დავინახავთ, რომ ჩვენ ყველას საშინელი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს საკუთარ გულში. აი დღეს ლოცულობდით და ალბათ ყველანი ამას უნდა ვევედრებოდეთ და ღმერთს ვევედრებოდით, რომ რა არის ნათლისღება. ღმერთო, მე რომ ძალიან დიდ ბოქლომზე ჩავკეტე საკუთარი რაღაცეები გულში, რომელიც დამალული და დაფარული მაქვს, აი ამ დაფარული და დამალულისაგან გამწვიდე. ანუ ბოქლომი, რომელიც მე დავადე საკუთარ თავს, საკუთარ ცოდვებს, საკუთარ ვნებებს, რომელიც გულში არის, უფალო მოდი და გატეხე ეს ბოქლომი და ბოლომდე გამწვიდე და გამასუფთავე. დღევანდელ დღეს ადამიანი აი უნდა ცდილობდეს, რომ ბოლომდე გასუფთავდეს და განიწმინდოს არა მხოლოდ წყლით და მის საშუალებით, არამედ ქრისტეს შემოშვებით საკუთარ გულში. და ის, ვინც ქრისტეს არ უშვებს საკუთარ გულში, ის რჩება ისევ ამ ნაგვით, ამ ცოდვით, ამ ვნებით, რომელსაც გულით ატარებს და გაცდება თუ არა აი ამ კარებს გაცდება თუ არა დაბრუნდება ისევ აი იმ სამყაროში, რომელიც გარეთ არის და რომელიც მონათესავე უფრო არის მისი გული. ჩვენი გული ამ სამყაროს ნათესავი უფრო არის ვიდრე ქრისტესი და ეკლესიის. ჩვენი გული ამ სამყაროს სულისკვეთებით უფრო არის სავსე ვიდრე სულიწმინდის მადლის მოქმედებით. რატო? საზომი არის ერთი. ჩვენ არ გვაქვს სინანული და ჩვენ არ გვაქვს თავმდაბლობა. ორი რამ, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანს. და თუ გადაამოწმებთ, მიხვდებით უბრალოდ იმას, რომ ჩვენში ეს რწმენა თავისთავად ნაკლებია და არ არის. დღევანდელი დღესასწაული არის საოცარი გახსნისა ადამიანების. შეიძლება სამწუხარო იყოს ეს მორწმუნე ადამიანისთვის ბჭყალებში ის, ვინც მორწმუნე არის, მაგრამ უდიდესი სიხარული იყოს იმ ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება ჩვენ ვთვლით, რომ ათეისტი არის, მაგრამ ღმერთს ეძებს. დღევანდელმა დღესასწაულმა ისეთ ადამიანს შეიძლება გაუღოს გული და ისეთ ადამიანმა გახსნა საკუთარი გული და ქრისტეს შემოუშვას. აი იქ როგორც იორდანეზე იდგნენ და ერთმანეთს ეუნებოდნენ, რომ ეს რა არის, ეს რაებს აკეთებთ აქ, ასევე დღეს რომ ვინმე მგითხრათ თქვენ, აი აქ გარეთ მდგარი ადამიანი, რომ შეიძლება თქვენზე მეტად განიწმინდა მისი გული, არაივსებით გულის წყრომით, როგორ კაცო, მე წირვაზე ვარ, ლოცვაზე ვარ, ვეზიარე. ამიტომ დღეს მე დავითნე მოგვიკითხა ისაიას წინასწარმეტყველება, რომ თქვენი საქმეები არ არის ვითარცა ჩემი საქმეები. თქვენი განზრახვანი არ არის ვითარცა ჩვენი განზრახვანი. დღეს სულიწმინდის მადლი მოქმედებს თლიანად სამყაროზე და ღმერთმა ქნას, რომ უამრავი ადამიანის გულს შეეხოს. მოდი რა ვთქვათ, იცი? ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი მაჭირვებლების, ჩვენი განმკითხველების და ჩვენი მტრების გულსაც შეეხოს. და ისე შეეხოს მათ გულს, რომ უარი ვერ უთხრან მათ და ისე შეეხოს მათ გულს, რომ ჩვენზე უკეთესი მორწმუნეები გახდნენ ის ადამიანები და გადაგვასწრონ ჩვენ ქრისტესთან ყოფნაში. და ეს უნდა გაგვიხარდეს ჩვენ და ეს უნდა გვიხაროდეს. დღეს ის მადლი, რომელიც ადამიანმა მიიღო საკუთარ გულში, უნდა გინდოდეს, რომ ყველა ადამიანზე განაწილდეს და იძახი ასეთ რამეს. უფალო, შენ ვერ დაგაკავებს, შენ მადლს ვერ დააკავებს ვერანაირი ადამიანური განზრახვა. და ეს მადლი, რომელიც კოსმიური არის, რომელიც თლიანად სამყაროს ფარავს, აი ყველა ადამიანის გულს შეეხოს. ყველა ადამიანის გულის სისუფთავე დაიწყოს, ყველა ადამიანის გულის განწმენდა დაიწყოს დღევანდელ დღეს, რომ ადამიანმა დაინახოს ქრისტე და ადამიანმა დაინახოს ადამიანი, ადამიანში ადამიანი. ცეცხლითა და სულით ნათლობა. აი ეს არის ზუსტად, რაც ახლა მე გითხარით. ცეცხლი რა არის, იცით, ცეცხლით ნათლობა?
ცეცხლი იცით რომ გამანადგურებელი რამ არის. და ესეთი ცეცხლი დაინთოს ჩვენს გულში ამ დღესასწაულზე რომ ცოდვის ნასახი აღარ დარჩეს ჩვენს გულში. ცეცხლით ნათლობა ეს არის ადამიანის სულში განადგურება ყველაფერი იმისა, რაც ქრისტესაგან აშორებს და რაც ცოდვის მიერი არის ადამიანში. ეს არის ჩვენი მიდრეკილებები, ეს არის ჩვენი თვისებები. მე გახსოვთ გითხარით და დაიმახსოვრეთ ეს დათესავ ქმედებას, მოიმკი ჩვევას. დათესავ ჩვევას, მოიმკი თვისებას. და ეს თვისება ისე ჩაჯდება შენ საკუთარ თავში, რომ ვეღარც კი განასხვავებ, ვერასოდეს იტყვი, რომ ეს მე ვარ. არადა ეს შენში არის საშინლად ჩამჯდარი რაღაცა ბოროტება, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ნამდვილი სიხარული განიცადო ადამიანმა. აი ეს ცეცხლით ნათლობა ზუსტად ეს არის და უფალს ვთხოვთ, რომ გარდამოავლინოს ის ცეცხლოვანი მადლი, რომელიც ჩვენი გულიდან გაიტანს და დაწვავს და განწმინდავს ჩვენს გულს ყველაფერი იმისაგან, რაც ცოდვისმიერია, მანკიერი არის და ქრისტესაგან გვაცილებს. ხოლო სულით ნათლობა ეს არის მის ადგილას უკვე აი ამ გატანილი, გამოტანილი ნაგვისაგან, რომელიც ვნება და რომელიც ადამიანში არის ეს ცოდვის მიმართ მიდრეკილება, რაცამს გული განიწმინდება, შემდეგ სულიწმინდის მადლის ნათლობა მოდის და აი ეს მადლს სულიწმინდისაგან შემოაქვს ის საოცარი თვისებები, საოცარი საღმრთო თვისებები, რომელიც ესოდენ საჭირო არის ადამიანის ცხონებისათვის. ეს მაცხოვარმა საოცარი სიმდაბლე გვაჩვენა და მე ვთხოვ უფალს, შევთხოვ ჩემი თავისთვის და ყველა ადამიანისთვის, თქვენთვის, ყველა ადამიანისთვის, ყველამ შევთხოვოთ, რომ ეს საოცარი მაცხოვნებელი სიმდაბლე, რომელიც ესოდენ აუცილებელი არის და რის გარეშეც ადამიანი ვერ ცხონდება, ღმერთმა ყველას მოგვანიჭოს. გახსოვდეთ ქრისტეს მიერ საყვარელნო, რომ თვისებები, რომელიც ადამიანს სათასასუფეველში ჭირდება, თუ აქვე არ გააჩნია მას, ის უბრალოდ ვერ ცხონდება. განა უფალი არა ცხონებს მას, განა ვინმე ეტყვისო წადი აქედან, შენ ვერ იქნები იმ ადგილას. შენ ვერ იქნები იქ, იმიტომ რომ იქ სიმდაბლით თავს ხრიან ყველა ქმნილება, ჩვენ წმინდანები, რომელსაც დღეს ჩვენ აი ხატებზე შევყურებთ, ჩვენნაირი ადამიანები და მათ შორის ქერუბიმები და სერაბიმები, რომელიც უმეტესნი არიან და აღმატებულნი არიან ღვთისმშობლებათა შორის, მათ შორის ყველა წმინდა ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი სათასასუფეველში ქრისტეს ემსახურებიან თავდაბლობით, თავი აქ დახრილი და ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო სათასასუფეველში იცი რა ხდება? სულ ლოცულობენ. აბა ეხლა თქვით თქვენ, სათასასუფეველში თამდაბლად განან და სულ ლოცულობენ და ეს ჩვენ გვაქვს. გახსოვდეთ იქ ვინც არიან სხვა რამით არ არიან დაკავებულები, ბოდიშს გიხდით, აი ახალგაზრდებს მინდა უთხრა. ძალიან დამწუხრდებით თქვენ ყველანი, მაგრამ იქ რასაც აკეთებთ არ არის. იცით იქ რომ Wi-Fi არ არის? იცით იქ რომ ინტერნეტი არ არის? იცით იქ რომ გამართობელი თამაშები არ არის? იცით ყველამ იქ რომ სპორტი არ არის? იცით ყველამ იქ რომ შოუ ბიზნესი არ არის? და სიმღერები არ არის, თუნდაც ხალხური სიმღერები ესეც არ არის. ქართული ცეკვა თამაშიც არ არის იქ. ესეც ყველაფერი საშუალებებია იმისა, რომ ჩემში ჩამოყალიბდეს სასუფეველის მოქალაქის თვისებები. უფრო მეც გეტყვით. იქ ეს ტაძარიც არ არის. იქ წირვა არ არის, მიხვდით, იქ უბრალოდ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა არის, ლოცვი და თამდაბლობით. იქ ზიარება არ არის. და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერზე ამ ქვეყნიურზე რაც კი შეიძლება თუნდაც კარგი იყოს, მასზეც კი ჩამოკიდებული არ უნდა იყოს. იქ საქართველო არ არის როგორც ერთეული, იცით? იქ ერთი სამშობლოა ყველა ცხონებული ადამიანისათვის. იქ არ არის ესე რომ ვთქვათ, ანუ კი ჩვენ როგორ გვინდა ვთქვათ, მამა გაბრიელს ყველა იცნობს. მაგრამ იქ ჩვენ სულიწმინდით ვიცნობთ ერთმანეთს. იქ არ არის, ნახეთ როგორ არის, აი ეროვნება არ არის იქ.
იქ იმაში ამერიკაში გინდა, ჩინეთში გინდა, თუ ინდოეთში, თუ რუსეთში გინდა, ვინც კი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ვინც ღმერთს ადიდებს მორჩილად და თამდაბლად და ლოცვა ამოდის მისი გულიდან, იქ ამის ერთობა არის ზემოთ. იქ არ არის დაყოფილი არაფერი, იმიტომ რომ დაყოფა ეს არის ამ წუთი სოფლის მახასიათებელი რამ. იქ არის ერთობა. იქ არის ღმერთის დიდება, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ კიდე გიმეორებ, თამდაბლად, თავმოხრილად მუდმივი ლოცვა. და დაუსვით თქვენ თავს კითხვა. რამდენი ხანი გაქვთ ერთად გატარებული? რამდენი ხანია ის, რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ თავ მორჩილად, აი თავი დახაროთ და ღმერთზე იფიქროთ და ილოცოთ? ჩვენ სულ ვახსენებთ ხოლმე იესოს ლოცვას. იესოს ლოცვა ზუსტად ეს არის, ეს ეტაპი არის ლოცვის ცხოვრებაში, სადაც უკვე ადამიანს შეუძლია ყველაფერი ამ სამყაროსეული დატოვოს. ეს ტაძარიც კი, ეს სიწმინდე, ყველაფერი რაც ამ წუთის სოფელში დარჩება, იესოს ლოცვაში ყველაფერი რჩება აქ და რჩებით მხოლოდ და მხოლოდ ფიქრში მე და ღმერთი. მე და ქრისტე. და რა, თავი მაქვს ჩაღუნული, თამდაბლად არავიზე მეტი არა ვარ. აღარ მახსოვს იქ რომ ვიღაცამ მაწყენინა, ვიღაცამ ცუდი გამიკეთა, აღარ მახსოვს ეს ყველაფერი, თავი მაქვს ჩახრილი და ვეუბნები, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ამის იქით აღარ არის არაფერი. და ჩვენ თუნდაც ნახეთ დღევანდელი სამყარო ჯერ ხომ უზნეობაზე, ჯერ ხომ ცოდვაზე, ჯერ ხომ ის რაც თავისთავად სიბოროტი არის, იმაში ვყევართ ჩართული და მასზე მიჯაჭულობაზე მიჯაჭულები ვართ და ამისკენ გვიბიძგებს. და მე გეუბნები თქვენ რომ არა მხოლოდ ბოროტი რაც არის, იმისგან უნდა განთავისუფლდეთ და მის სიყვარულისაგან უნდა განთავისუფლდეთ, არამედ აი ამ ყველაფრის რაც ამ წუთის სოფელშია, მასში ზომიერი სიყვარული უნდა ვიცოდე, რომ ჩემსა და ღმერთს შორის არ ჩადგეს არაფერი იმას, რასაც თუნდაც საქმეს ვაკეთებ. ტაძარში რო დგევარ, აი დღეს ხატი შემოწირეს, ტაძარში რო დგევარ, აი ამ ჩემთვის საყვარელ ტაძარში, სადაც წლებია გავატარე მე მთელი ჩემი სამრევლო ცხოვრება, აქ დავიბადე როგორც ქრისტიანი ადამიანი, აქ ვიზრდები როგორც ქრისტიანი ადამიანი და აქ ღმერთმა ქნას რომ აქ უნდა გარდავიცვალო როგორც ქრისტიანი ადამიანი და ჩემი სხეული აი ამ ტაძრიდან უნდა გასვენდეს. ფიქრი უნდა მქონდეს აი ამ ტაძარში რო დგევარ და ან საქმეს ვაკეთებ, რაღაცა ღმერთო, გევედრები. აი ესეც კი არ ჩააყენო ჩემსა და შენ შორის. იმიტომ რომ ტანჯვა იქნება ადამიანისთვის რა, იცი, არა მხოლოდ ის რომ ბოროტებას ჩადის, აი წარმოიდგინეთ სასიკვდილო სარეცელზე წევხარ ადამიანი უნდა გარდაიცვალო და ჯერ ხო ის ბოროტებაზე რაზეც გაქვს, მიდრეკილება და მიჯაჭული რაზეც გაქვს, ხვდები რომ ამისგან მორჩა, აღარ შეგიძლია ყველაფერი ის რაც შენ სამყაროთი, შენ ცხოვრებაში შექმენი, მასზე აღარაფერი წვდომა აღარა გაქვს. გაღარიბდი მთლიანად. და საბოლოო ჯამში რას ხვდები, იცი? შენ სამშობლოსაც ტოვებ, რომელიც ესე ძალიან გიყვარს. შენ სოფელსაც ტოვებ, რომელიც ესე ძალიან გიყვარს. შენ სახლსაც ტოვებ, შენ ოთახს ტოვებ, შენს ყველაფერს, შენ შვილებს ტოვებ, მეუღლეს ტოვებ, შვილიშვილებს, ყველას ტოვებ და შენ საყვარელ ტაძარს ტოვებ. თუ შენ ეს ტკივილს მოგაყენებს და იტყვი რომ იქ სულმოკლეობას გამოიჩა, არა უფალო, არ წამიყვანო გეხვეწები, აქ მინდა, თუნდაც ტაძარში ყოფნა მინდა, ესეც კი დაბრკოლება იქნება, იმიტომ რომ უფალი ძახის, როგორ შენ ჩემზე მეტად გიყვარს. და გახსოვთ ერთი ესეთი მამათა გამონათქვამი არის, ყველას ვისაც შენ მორწმუნე ადამიანო ჩემზე მეტად შეიყვარებ, ყველას მოგაცილებ. იმიტომ რომ შენ საბოლოო ჯამში ტკივილი არ მოგაყენოს მასთან განშორება. და ხშირად ჩვენ ვერ ხვდებით ხოლმე რაღაცა ესე ძალიან რო გვიყვარს, რაღაცა სიმდიდრეზე როა მიჯაჭული, ან ადამიანი ვინმე ადამიანზე არის მიჯაჭული და თან ქრისტიანობა უნდა, ხშირად მას უფალი ისე მოგაცილებს გვერდიდან, დრტვინვაში ვარდები. რათა უფალო, რატო გამიკეთე ეს? გაიხსენე ჩვენი წინაპრები. სამშობლოს აცლიდა უფალი. როცა გამედიდურდებოდნენ,
როდესაც ანუ თავს აწევდნენ და თავმაღლები გახდებოდნენ, იმ წუთში შემოდიოდა დამპყრობელი მტერი და საფრთხე შეიქმნებოდა იმისა, რომ აგერ ჩემი სამშობლო, რომელიც ღმერთზე მაგრამ მიყვარს, ამასაც კი გამაცლიდა გვერდიდან. საკუთარი სახლი, რომელიც ესე ძალიან მიყვარდა, მიტოვება გიწევდა და ტყეღრეში გაიხიზნებოდა ხოლმე ქართველი ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიძახით იმას, რომ ქართველი ხალხის ისტორია ეს არის ღმერთისადმი მისი დამოკიდებულების ისტორია და ჭეშმარიტად ასეა, უფალი საკუთარ მორწმუნე ადამიანს და მათ შორის თუნდაც ერს განსწავლის და განსწავლის არა ისე როგორათა ჩვენ ესე მიუდგებით ერთმანეთს, არამედ ნამდვილ ჭეშმარიტ მორწმუნე ადამიანს შობს ადამიანის გულში. ამიტომ ნათლისღების დღესასწაული ეს არის ჩვენი ღმერთისად, ანუ ღმერთი უპირველეს ყოვლისა. ქრისტე ყველაზე მეტად. დღეს ადამიანს უნდა უყვარდეს ქრისტე და ზოგადად უნდა უყვარდეს ქრისტე ყველაზე მეტად. გასაოცარ ამას გეტყვით, მაგრამ გეტყვით თქვენ ამას წმინდა წერილი ძახი, დედებო, ქრისტე უნდა გიყვარდეთ თქვენ შვილებზე მეტად და მერე იმისით უნდა გიყვარდეთ შვილი. და უფრო მეტი სიყვარული შეგეძლებათ საკუთარი შვილისა, იმიტომ რომ ჩვენი გახევებული და ბოროტებაში ჩაძირული ვნებებით სავსე გულს არ აქვს უნარი იმისა, თუნდაც შვილი შეიყვაროს სწორად, ცოლი და ქმარი შეიყვაროს სწორად, ან მეგობარი და ნათესავი, არ აქვს ამის უნარი. ამიტომ დღეს არის დღესასწაული ქრისტე-ცენტრული დღესასწაულია, ყველა დღესასწაული ასე არის. შემოვედი სანთელი დავანთე, შემოვედი წყალი წავიღე, ეს კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი, დადგება დრო, ამ წყალსაც ვერ წაიღებ. დადგება დრო, მხოლოდ და მხოლოდ შენში გადარჩება ის, რაც შენ ღმერთთან გაკავშირებს. და ტკივილი იქნება შენი ამ წუთის სოფლიდან გასვლა. მით უმეტეს უკვე ასაკი გაქვს მომატებული, ვისაც ასაკი გაქვთ მომატებული, იფიქრეთ ამაზე, ყველაფერი რაზეც აქ ხართ მიჯაჭული ეს დამთავრდება, დასრულდება, ჩვენი შვილების დატოვება მოგვიწევს აქ, მათთან განშორება მოგვიწევს. ყველა საყვარელ ადამიანთან ამ ყველაფერთან განშორება მოგვიწევს და მივდივართ ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ თამდაბლად ლოცულობენ ქრისტეს წინაშე. აი იქ მივდივართ ჩვენ. და მოდი აქედან შეხედეთ საკუთარ თავს. დღეს რითიც ხარ დაკავებული ყოველდღიურად. დიდი თუ პატარა, ახალგაზრდა, ღვთოვანი. როდის იფიქრეთ ბოლოს იმათ, ვის უკვე 70 წელს ხართ გადაცილებული და მიტანებული, წმინდა წერილი ამბობს, თუ თქვენ ეს გახსოვთ საერთოდ, რომ უკეთ ანუ 70 წელო სიცოცხლე ადამიანისა 70 წელიო, უკეთ უძლიერებას აშინა 80 წელიო. და უმრავლესი მათი შრომა და სალმობა ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, რომელივე მზადებით იმისთვის, რომ ღმერთს უნდა შევხვდეთ, მით უმეტეს ასაკი თუ გიწყობს ადამიანს ხელს. გადახედეთ დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, ვინ ემზადება ღმერთთან შესახვედრად. ყველანი იბრძვიან, ყველანი არ ვიცი, ისეთი მეთოდებით, ისეთი რამით იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ, ამ თვალით რო შეხედავ ამ საზოგადოებას, ფიქრობ, რომელ მორწმუნეობაზეა საერთოდ ლაპარაკი, ვინ ემზადება სასუფევლისთვის. და მორწმუნეობა ადამიანებს სხვა რამ გონიათ, მორწმუნეობა გონიათ, აღარ დავკონკრეტდები, რაც გითხარით, ხალხო, მორწმუნე ადამიანი თუ ხარ, შენ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი ეს, რაც აქ არის, დარჩება. შენ ერთადერთი წარდგები ღვთის წინაშე და თუ გაქვს სიმდაბლე, თუ გაქვს მორჩილება და თუ იცი ლოცვა, შენი საქმე მაშინ იქ იქნება რამე. თუ ეს არ იცი, შენ სასუფეველის გარეთ დარჩები, იმიტომ რომ იქ მხოლოდ ამას აკეთებენ. სასუფეველში სხვა არაფერს არ, იქ აღარაფრისთვის არ იბრძვიან. იქ არ იბრძვიან არაფრისთვის, საერთოდ არაფრისთვის და არავის ებრძვიან და არაფრისთვის იბრძვიან. ვინც ებრძოლა ღმერთს, ის იცით სად აღმოჩნდა. თავის დროზე ეს იყო ეშმაკი, რომელმაც ებრძოლა და სად აღმოჩნდა იცით და ასევე აღმოჩნდება ადამიანი, რომელშიც ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა შინაგანი ესეთი ვიღაცისთვის და რაღაცისთვის იბრძვის. გადახედეთ ბოლოს მშვიდები როდის იყავით. გადახედეთ როდის აი გაგიხარდათ რომ მორწმუნეები ხართ.
შეხედეთ ხოლმე ნეტანახოთ თქვენ სახეებს ამ წირვაზე ვდგევართ და მთელი ტანჯვა გვახატია თავზე, სიხარული კი არ არის. ტანჯვა ახატია ადამიანს სახეზე, რატო? იმიტომ რომ იტანჯება ქრისტიანობით, იმიტომ რომ ის უფრო უხარია. გაიხსენეთ საკუთარი თავი დაბადების დღეზე, გაიხსენეთ საკუთარი თავი რაიმე საერო დღესასწაულზე ან სადმე კონცერტზე რომ მიდიხართ. ან რაღაცა თქვენთვის ისე იგი ისეთ გადაცემას ელოდებით. ან ახალგაზრდა ბიჭებს ვიძახი, ან თამაშზე, ან სპორტზე რომ მიდიხართ, ან გაიხსენეთ თქვენი განწყობა, როგორი გული არის, ფართხალებს გული ვაიმე მოლოდინშია იმისა, როდის იქნება და როდის გქონდათ ესეთი გულისცემა და ფართხალი, როდესაც თქვენ დღესასწაულზე მიდიოდით ქრისტესთან შესახვედრად. ესაა სარწმუნოება. ესაა რწმენა. ესაა ქრისტესთან ყოფნა და დანარჩენი ყოველივე. ეს არის კი ბატონო, ჩვენ ვიღაცა იტყვის, რომ აი სანამ მანამდე მივალთ მამაო, აი და სანამ მანამდე მივალთ 30 წელი გავიდა და მეტი. რითი ვერ გადაწყვიტი ადამიანო? 30 წელია ტაძარში რო ხარ, რითი ვერ გადაწყვიტე ის, რომ შენ ქრისტესთან ყოფნა გინდა? რითი ვერ მოიცილე ეს ცრუ სარწმუნოება? ჩავიკარგეთ უბრალოდ, აი ჩავიკარგეთ აი ამ რიტუალებში, ჩავიკარგეთ ეს სიცოცხლე რწმენისა, ქრისტესთან ყოფნის სურვილი, თამდაბლობა, მორჩილება და ლოცვის უნარი ადამიანს საშინლად არ აქვს და ეზიზღება კიდეც. დღეს ამაზე საუბარიც ეზიზღება ადამიანს. ნეტა ამაზე არ ვსაუბრობდეთ ახლა, ნეტა ვსაუბრობდეთ იმაზე, რა კარგები ვართ, როგორი მორწმუნეები ვართ, როგორი ყველაზე ჭეშმარიტებაში ვცხოვრობთ, როგორ ღმერთის მორწმუნეები ვართ და ჩვენ ეკლესიაში დავდივართ, ამხსარებლები ვართ, მაზიარებლები, ამინ, დიდება შენ და ეს უხარია ადამიანს, მაგრამ ოდესაც აი ამ სიტყვას ისმენს, ასეთ სიტყვას იძახდა ნათლისმცემელი. პავლე მოციქული იძახდა, რას იძახისო? ესაუბრე, შეაგონე და ამხილე. ეს არის სამღვდელო მსახურებას და ეს არის ზოგადად ქრისტიანის შინაგანი. თქვენ უნდა უკეთებდეთ საკუთარ თავს. მე კი არ უნდა გეუნებოდეთ ამას. ყოველ დღე თქვენ უნდა ესაუბრებოდეთ საკუთარ თავს, შეაგონებდეთ საკუთარ თავს და ამავე დროს ამხელდეთ საკუთარ თავს. მაგრამ ეს ადამიანს არ უნდა, სხვა უფრო უკეთესი საქმეები აქვს, რომლითაც ადამიანი არის დაკავებული. ღმერთმა ყველა ჩვენთაგანს, მათ შორის სასულიერო დას და პირებს გვაგზნობინოს ეს პასუხისგებლობა, რომელიც ერის წინაშე დგას. არაფრით არ მოვერიდოთ იმას, რომ ვიღაცას ეტკინება, ვიღაცას ეწყინება, ნათლისმცემელს ასე არ გაუკეთებია. მაცხოვარიც მისი ქადაგებით, როდესაც ის ქადაგებდა თავისი ხორცისა და სისხლის მიღებაზე, ხალხი მივიდა და მოციქულები ეუნებიან, უფალო, ფიცხელიაო შენი სიტყვებიო და რამდენი ადამიანი გაბრუნდაო უკანო. თქვენ რა გონიათ მაცხოვარმა რა ვთქვა? უი, ბოდიშით, მეც აღარ ვიზავ და მოვიდნენ ეგ ადამიანებიო, რა თქვა მაცხოვარმა? თქვენც ხო არ გინდათ წახვიდეთ? და იმე დღეს შემიძლია თქვა, ფიცხელია სიტყვა, მე ჩემ თავს კი არ ვადრი, ვინმეს, ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა შემინდოს ეს ყველაფერი, რასაც მე ვსაუბრობ დღეს, შეიძლება ზემოდან საუბარია, პათოსურია, მაგრამ ანუ აქ არის ყველაზე მთავარი. თქვენც გინდათ ესეთი სარწმუნოება? თქვენც ხო არ გინდათ წასვლა? აი ეს არის კითხვა. მე გითხარით, რომ ტაძარს ერთხელაც იქნება ორ დაფას გამოვაკრავ აქეთ-იქით, მარჯვნივ და მარცხნივ. ყველა ადამიანმა სანამ შემოვა წაიკითხოს რა. რას ეძებ და მოდი და იხილე. ანუ რას ეძებ ადამიანო და მერე კიდე თუ ეძებ, აი აქ მოდი და იხილე, ანუ დარჩი სანამ არ ნახავ. რას ნახავ? კანკელს კი არა, მამა გიორგის კი არა, წირვას კი არა და ხატებს კი არა. იქამდე სანამ ქრისტეს არ ნახავ. ეძებე ქრისტე და მოდი და იხილე, ანუ მოდი და შეხვდი მას აი აქ. არა შეხვდი მთელი გულისმიერი შენი მდგომარეობით. დღეს უამრავი ადამიანი მდინარეში ჩადის ხოლმე. სირად
დასცინიან ხომე ასეთ ადამიანებს, რა არის მოკლედ ეს აღა ფანატიზმში უთვლიან ხომე ადამიანებს. მინდა სწორად გაიგოთ ეს, რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, თუ კი ადამიანი რას უნდა გულისხმობდეს, რატო უნდა ჩავდიოდე მე თუნდაც დღეს 19 იანვარს, ისე იგი ამ სიცივეში მდინარეში. ანუ ეს არის ერთადერთი რამ. აბა გაიხსენეთ, როდესაც ამ დროს მდინარეში ჩადიხარ, რა გეუფლება? გეშინია, ქცივა, მერე ეჭვი შემოდის, რა საჭირო აგვისტოში ჩავა რა? უფალი არ მიიღებს? ანუ ნახეთ რა არის საკუთარ ადამიანურ შიშებზე და საკუთარ ადამიანურ განცდებზე ზემოთ დადგომის საშუალება აქვს ადამიანს და ამ განწყობით ჩადის იქ. რომ უფალო აი ეს სხეული, რომელიც მაქვს, წეღან ამას საკუთარი სულის მდგომარეობით შემიძლია რომ მართო. მაგრამ აქ არ ნიშნავს ფანატიზმს. თუ კი ადამიანი შენ, ისე იგი შენ შეგიძლია დღეს ეს, არ უნდა დაუძახო ვიღაცა შენ თუ არ ჩადიხარ დღეს წყალში, ისე იგი შენ ნაკლებ მორწმუნე ხარ. წყალში ჩასვლა არაფერი არ არის. წყალში ნებისმიერი ჩავა, მაგრამ რაზეც ვილაპარაკეთ, ამას ყველა ვერ გააკეთებს. ქრისტესთან ყველა ვერ მივა. მაგრამ ის წყალში ჩასვლა, ეს არის ერთ-ერთი კიდე საშუალება იმისა, რომ თქვა ადამიანმა, რომ ქრისტე ყველაზე მეტად მიყვარს და მისი გულისათვის აი საკუთარ სხეულსაც და საკუთარ თავსაც შემიძლია შეუქმნა ის პირობები, რომელიც არ იქნება მისთვის სასურველი. მაგრამ სული გაიმარჯვებს. და სად არის ხოლმე ეს იცით? წმინდა ნინოს წყაროში ხარ ჩასული, ბოდბეში. ის ზამთარ-ზაფხულ საშინელი ცივი არის. აი რო ჩადიხარ, იქ არის ყველაფერი. ის კი არა, რომ წმინდა ნინოს წყაროში ვიბანაო, არა, და განვიბანო, არა. საკუთარ სხეული ჩაგყავს და ეუნები, აბა, სულს მიყავს სხეული და ეუნება, აბა, არ დაგინახო შიში, არ დაგინახო სიცივე, არ დაგინახო ორგულება, არ დაგინახო ეჭვი. აბა მიდი მოკლედ სხეულო და მოემსახურე სულს. და ჩადიხარ და სიტყვებით ხო ესია ხოლმე, ხო? ანუ სახელითა მამისათა და ძისათა და ანუ წმინდა სამებას თხოვ ადამიანი, რომ განწმინდოს შენი მოკლედ სული პირველ რიგში და მერე ჩვენი ყველათაგანის სხეული. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა რომ დღევანდელ დღეს აი ესე გასუფთავდეს და განიწმინდოს. საღვთო ცეცხლმა დაწვას ჩვენი ცოდვები და საღვთო მადლმა კიდე აავსოს ჩვენი გულები ღვთის ნიჭებითა და იმ თვისებებით, რომელიც მარადიულ სასუფეველში გვინდა და გვჭირდება. ღმერთმა მოკლას ჩვენში ძველი ადამიანი და ღმერთმა სიცოცხლე მიანიჭოს ჩვენში სულიერ ადამიანს, რომელიც დაიმკვიდრებს მარადიულ სიცოცხლეს. ამინ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფ.